ჯობა მე ვარ ყველაზე ლამაზების და საყვარების თავარი ადმინი მარიამი. მე დავდე ვიდეო, სადაც თქვენ უნდა დაგესვათ კითხვები და ახლა მე შევეცდები ამ კითხვებზე გიპასუხოთ. პირველი კითხვა: დილექშენერები საქართველოდან შეგიძლია გვიმღერო? კი. ნახე მე შენ ერთი ლექსი დაგიწერე, ჩუმად არ გაგვიგონ თორემ დაგიჭერე. მოდი ჩემთან კიდევ მომეფერე, კიდევ ერთით მოვწიოთ და მერე. ანუ კი შენი აზრით როგორი ხარ? ნუ ჩემი აზრით ვარ საყვარელი, სამართლიანი, კეთილი და არავის არაფერს არ შევარჩენ. შემდეგი კითხვა: ელენე თოფურაძე. აბა არ უტყვი შენ სახელსო? როდის თქვი? შემდეგი კითხვა: ნინი ბიოკაშვილი. ჭამა გიყვარს? კი, ზომიერად. თუ კი, რომელი საჭმელი გიზიდავს? უფრო შემწვარი ფრი. იმ ადამიანს, რომელიც ძულს გადაარჩენდი სიკვდილს? კი, რადგან სიკვდილისთვის ყველა დასანანია. შენი საყვარელი ადამიანისთვის თავს გასწირავდი? რა თქმა უნდა. მარიამ სიქურაშვილი. ვაიმე რა სიცოცხლეა, დიდი მადლობა. ნინი ჟორჟოლიანი. ჩვენც გვიყვარხარ მარი? მადლობა, მე ძალიან მიყვარხართ. თათია ბეჯაშვილი. სად ცხოვრობ? მე ვცხოვრობ ქალაქ თელავში. რომელ სკოლაში სწავლობ? მე ვსწავლობ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმინდა ბიძინა შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლაში. შენი სახელი და გვარი. მე მქვია მარიამ კოზმანიშვილი. და ბოლო, საუკეთესო მეგობრები თუ ყავს? კი, ძალიან ბევრი. თაკო გრემლაშვილი. მამიკოს რას ეტყვი? აქედან. მამიკო, ძალიან მიყვარხარ და გილოცავ დაბადების დღეს. მიყვარხარ და მენატრები. ვატო ნავალოვსკი. მარიამ, ვატო ვარ? დედას თუ დახმარები ხარ საოჯახო საქმეებში? კი, ძალიან, ნამდვილად ძალიან ბევრს ვეხმარები საოჯახო საქმეებში. ლიზი მარგიანი. სად ცხოვრობ? მე ვცხოვრობ ქალაქ თელავში. ნატალი დოლიძე. აუ, რა საყვარელი საუბარი გაქვს. დედას ფიცა ვარ, დავიშოკე, შენ საყვარელი ხარ. ძალიან დიდი მადლობა. ლუკა ბეითრიშვილი. რამდენი წლის ხარ? 13 წლის. მგრკ. რანაირი ქართველი ხარ? არ გამოტოვო ეს კითხვა. შვენიერი, რატომ მეკითხები? ელა დობრევ. რატომ გადაწყვიტე ამ გვერდის შექმნა? ამ გვერდის შექმნა, იმიტომ გადავწყვიტე, რომ უფრო მეტი მეგობარი შემეძნა და თანაც თქვენთვის ძალიან კარგი განწყობა შემექმნა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე აქტიურობთ. ძალიან გვიყვარხართ.